მიყვარს სესილი თაფლაძე 7 წლის. სწავლობ მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, საჭმლის მომზადება და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. მე ვიცი გოგოს ხატვა, სახლის ხატვა, სტადიონის დახატვა. ყველაზე ძნელია ყაყაჩოს დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ ვაკეთებთ ოთხკუთხედს, მერე ზევიდან სამკუთხედს, მერე ვუკეთებთ პატარა სამკუთხედს, მერე გვერდზე კიდევ ვუკეთებთ ოთხკუთხედს და ვუკეთებთ პლუს და ვუკეთებთ კარებს. აქ დავხატავ ეზოს, შემდეგ ყვავილებს, მერე კიდევ ყვავილს დავხატავ. ახლა აქეთაც დავხატავ, კიდევ აქაც დავხატავთ. აქ ჩიტები და აქ მზე. ჩემი საყვარელი ფერებია ლურჯი და ვარდისფერი. არ მიყვარს მწვანე და ყვითელი. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს. სახლში მაქვს 30 კარგი ნახატი. ბეშუმში მინდა წავიღო და მოვაწყო გამოფენა. ისე მიყვარს ჩემი ნახატები, მილიონიც რომ მომცე, არ გავყვეთი. ყველაზე ხშირად ჩემ დედიკოს ჩუქნი ნახატებს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამ ბოლო დროს მაჩუქეს სამაჩური. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უფრო გამიხარდა რომ აჩუქეს საბრანჭოები. საჩუქრების გამო მიყვარს დაბადების დღეც და ახალი წელიც. თოვლის ბაბუაც სულ მოაქვს საჩუქრები. ჯარშან მაჩუქა კალიას გადათოჯინა. წელს მინდა მაჩუქოს ტიჩის ბრელოკი. სახლში იმდენი თოჯინა მაქვს რომ ვერ ვითვლი. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ნიცა. ეს სახელი მე შეურჩია და მე დავარქვი. ძალიან ჭკვიანი და დამჯერი თოჯინაა. თოჯინებით თამაში არის ჩემი საყვარელი თამაში. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 22 წლის. მისი ნამდვილი სახელია ნუგზარი. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე. ყველაზე ჭკვიანია გიორგი. ყველაზე ცელქია ლაზარი. ყველაზე მშვიდია მარიამი. მე ვარ ყველაზე კეთილი და ლამაზი. პრინცესებიდან მე ვგავალ ელზას, მაგრამ მე უფრო ლამაზი ვარ. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ირმა მასწავლებელი. იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელია, კეთილი და ლამაზი. სულ მეხუტება და მეუნება ჩემი პრინცესა ხარო. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და დავდივარ BMC სტუდიაში. მასწავლიან ინგლისურს, ცეკვასაც და სავარჯიშოებს და სიმღერასაც. ჩემი საყვარელი სიმღერა Kesebe, something on what? An orchestra story. მე ცეკვაც ასევე კარგად გამომდის. საყვარელი ლეთია ეს. სახლში ვცხოვრობ, მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმები, ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი უფროსი ძმარი 9 წლის, ქვია დემეტრე. ის არის ჭკვიანი, კეთილი და ცოტათი ცელქი. ჩემი აზრით დემეტრე რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მეორე ძმა არის 4 წლის და ქვია ნოე. ის არის ნიჭიერი და ცელქი ბიჭი. ნოე ალბათ გამოვა მანქანის ხელოსანი. მამიკო არის უშიშარი, მხიარული და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბურგერი. სხვათა შორის მეც გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის.
ბებიასთან ერთად გამოვაცხევ და ძალიან გემრიელი იყო. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ჩაის ადუხება. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერცალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. სულ სკოლაში მეჩქარება და იმიტომ. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.